სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ უახლოვდებით 57-ვე ნაწილის დასასრულს და საინტერესო კითხვა სვავს, რომელზეც მეც არ ვიცოდი ეს ინფორმაცია და არ მახსოვდა. შეიძლება მოსმენელი მაქვს, მაგრამ რატომღაც არ დამამახსოვდა. არ და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. მე ვიცი ჯონ მაკარტური ბევრ ქვეყნებში ანამყოფი მოუყოლია სამხრეთ ამერიკის შესახებ. თუ როგორ ჭამეს იქ ისეთი საკვები, რომელიც შეიძლება არაწმინდად ითვლებოდა ძველ აღთქმაში და მოიწამნენ ოჯახი, ასევე მოყვა ინდოეთის ამბავი, სადაც კინაღამ სისხლი მოუწამლეს მის შვილს გადასხმის დროს წამალის შეყვანა რო უნდათ. მოუყოლია რუსეთზე, თქვენც მე მგონი მოისმინე და გახსოვთ, მაგრამ ჩინეთში მოგზაურობის შესახებ არასოდეს არ მსმენია ჯონ მაკარტური რო იყო და ბიბლიებიც შეუტანია საიდუმლო და თავისი წიგნებიც. ეს ძალიან საინტერესო ისტორია და ქალბატონ რუსოს კითხვას ამას მოაყოლებს ჯონ მაკარტური. სვავს ადელინია შეიძლება იყოს ფილიპინელი, ან შეიძლება ესეთი აზიური იმიდან, რომელიც საინტერესო ზუსტად ეს ნიუანსი, ტყუილის თქმა და არ თქმა. სად შეიძლება ტყუილი და შეიძლება გამართლებულია თუ არა ტყუილი. სალამი, გამარჯობა ჯონ, მე ადელინია მქვია. გამარჯობა ადელინია. და ეს დედაჩემის შუა სახელი იყო. ხედავთ, ჯონ მაკარტურის დედას ქვიებია, middle names რო ამბობენ, იცით ხო? ძალიან ჩვეულებრივი რამეა, სამხრეთ ამერიკაში ბევრი სახელებია, ბევრი, მაგრამ ინგლისურ ენოვან სამყაროში ძალიან ხშირია ორი სახელი. და ხშირად ეკითხებიან აპლიკაციის ფორმებშიც, ხო, შუა სახელი. ჩვენთან ახლა მამის იმაშვებიან, ხო, მამის სახელს და იმითი მიმართავენ, ალბათ ეს რუსეთიდან არის გადმოცემული თუ როგორ არის, მაგრამ იშვიათია ჩვენთან ორი სახელი ერქვას, ხო? ჩვენ შვილებს კი გავაკეთეთ ეგ ქრისტიანულად, მაგრამ ქართულ იმაში მე არ მსმენია უბრალოდ ჩვენ გავაკეთეთ, როდესაც ჩვენი შვილები დაიბადნენ. აქვთ ორი სახელები ჩვენ შვილებს, მაგრამ აი აქ ჩვეულებრივი რამე არის. და ნახეთ, ჯონ მაკარტურის დედას ქვიებია მეორე სახელი, შუა სახელი, middle name ადელინია. სასიამოვნო თქვენი გაცნობა ადელინია და კითხვის დასველი. ჩემი კითხვა, გამართლებულია თუ არა ქრისტიანის ტყუილის თქმა, მაგალითად დაბადების დღის სურპრიზის შესახებ, ადრეც იყო ამაზე ნახსენები, რომ ტყუილი უთხრათ, ხო, მაგალითად ადამიანებს რო სურპრიზს უკეთებენ და მეორე მხრივ ბიბლიების ქვეყანაში შეტანა, სადაც ეს უკანონოა და კანონით ისჯება. ჯონ მაკარტური პასუხობს, ძალიან კარგი კითხვა და ჩემი პასუხია. სოთაშორის ღვთისმიზნის მისაღწევა ტყუილის თქმა არ არის საჭირო. ხო? ეს არის ღვთისმიზნისა და უზენაესობის ძირითადი მინდობა. უნდა მივენდოთ ღმერთს და ჩვენ თავზე არ ავიღოთ, რომ მოვიტყუოთ ამა თუ იმ სიტუაციაში. თუ სიმართლე სიტყვის სწორად მოიქცევი, ღმერთი შეასრულებს თავის მიზნებს და ცოდვას არ ჩაგადენინებს შენ. არ ვფიქრობ თუ ვიტყუებით და ახლა ვსაუბროთ, მოდით სერიოზულ საკითხებზე ვისაუბროთ, თუ უხეშად ვიტყუებით, მივახცევთ ისეთ რამეს, რასაც ღმერთი სხვაგვარად ვერ მიაღწევდა. თუ გულწრფელები ვიქნებოდით, რატომ გონია, რომ ღმერთი ამას ისე არ გააკეთებდა ტყუილის გარეშე. ახლა მე ამის თქმის შემდეგ გეტყვით პირადად ჩემს ამბავს ჩინეთში, როგორ შევიტანეთ ფარულად ბიბლიები. მე და ჩემი მეუღლე პატრიცია ჩინეთში არ ვაჭარბებ ბიბლიები კონტრაბანდულად შევიტანეთ და ბავშვებიც კი ჩვენთან ერთად იყვნენ. ჩინეთში შესვლისას ყველგან ქრისტიანული წიგნები პატარა ტანსაცმელში ქონდა ჩალაგებული. სტრატეგია ასეთი იყო. ბავშვებო, გავაფრთხილეთ ჩვენი ბავშვები, როცა საზღვარზე მივალთ, ჰონკონგიდან ჩინეთის მთავარ ნაწილში რო გადავალთ, მატერიკულ ნაწილში, ესეთი ჩქაროსნული ნავით წავედით. იქაურმა ქრისტიანულმა ეკლესიამ კითხა, შეგვეტანა თუ არა ქრისტიანული ლიტერატურა. ჩემი რამდენიმე წიგნი ჩინურად ნათარგმნი და სხვა წიგნები. და ჰონკონგიდან გთხოვეს, რომ შეგვეტანა. გეგმა ესეთი იყო, ჩვენ სასაფლაოზე უნდა მივსულიყავით, სადაც გვითხრეს, რომ იქ არის სასაფლაო, მიგვიყვანეს სასაფლაომდე და იქ იქნებოდა რაღაცა პატარა გატეხილი საძვალე ფანჯრით და ყველა წიგნი იმ შუა ფანჯარაში უნდა ჩაგვედო. ეს ბავშვებისთვის რაღაცა ინდიანა ჯონსის სათავგადასავლო რაღაცა ისტორია იყო. და ეს შესანიშნავი რამე იყო, ხო? ასე რომ სტრატეგია ესეთი იყო. ჩვენ გავაგრძელეთ, ჩვენ აუცილებლად გავაკეთოთ ეს, რასაც ვაკეთებდით და ყველანაირად თქვენც შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ, ხომ? ამ აქტიურობას თუ ეწევით.
ჩვენ ბავშვები ყავდა გაფრთხილებული, თუ ისინი გაივლინენ და არაფერზე არ კითხავდნენ, ხო, გაგვატარებდნენ, ძალიან კარგი იქნებოდა. თუ ისინი გაგვაჩერებდნენ და კითხავდნენ, გაქვთ თუ არა წიგნები, ჩვენ უნდა გვეთქვა დიახ გვაქვს. მარტივად. ძალიან მარტივად პირდაპირ სიმართლე. და ღვთის განზრახვით, ალბათ სასწაულებრივად ჩვენ არ გაგვაჩერეს. ჩვენ ძალიან პიპინით გავიარეთ და როგორც კი ბავშვები ცვლებს გაცდნენ, გაიქცნენ. ჩვენ ავიღეთ ეს წიგნები და იმ პატარა ადგილზე დავდეთ და ჩავდებით, სადაც გვითხრეს. ასევე შეგიძლიათ ამ მომენტში ადრეც მე ვახსენე კორტი ტენბაუმის ისტორია, გახსოვთ ხომ, რომელმაც მოიტყუა ნაცების თავდასხმის დროს, როცა ის იფარავდა ებრაელებს სახლში. ეთქვა თუ არა სიმართლე, გახსოვთ ხომ? ასე რომ ჩვენი რწმენაა, ჩვენი გაგებაა, რომ სიმართლე უნდა თქვათ. ასევე რახაბ მეძავი გავიხსენეთ, გახსოვთ ხომ? მასაც სიმართლე რომ ეთქვა, ღვთის განზრახვა მაინც სხვა მხრიდან შესრულდებოდა. ასე რომ ტყუილში არანაირი ღირსება არ არსებობს. მაგრამ ამავე დროს შემიძლია გითხრათ ესეთი რამე, ადელაინ. მე არ მჯერა და არ არის საჭირო, რომ ყველა ეტაპზე მოვაღოთ პირი და ყველაფერი ვილაპარაკოთ. ფიქრობ, რომ პირის მოკუმვაში არის გარკვეული ღირსება და ბევრი ლაპარაკი სადაც არ არის საჭირო. და არ მგონია ეს ტყუილის თქმას ნიშნავდეს. მე რომ ამ მომეხო და იცით, აქა ვარ ბიბლიებით სავსე მაქვს ჩემი ჩემოდანი. ნამდვილად არ მგონია, რომ ეს საჭირო არის. ამიტომ ვიტყოდი თუნდაც დაბადების დღის წვეულებაზე, სურპრიზის იმაზე, არ არის საჭირო, შეიძლება ადამიანს უთხრათ, რომ მე არ ვიცი. და საერთოდ არ გაცეთ პასუხი. და ეს ტყუილი არ არის, ეს სიმართლეა. ამიტომ ფიქრობ, რომ არსებობს გზები, რომლითაც შეგიძლიათ ამის გაკეთება. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ტყუილის თქმა რაღაცა თუნდაც შეფუთვით, სილამაზე და სიკეთის შეფუთვით ეს მოსაწონი იყოს ქრისტიანისთვის. არ არის არანაირად ღირსება ამის თქმაში და ვერ გაამართლებ, ტყუილის გამართლება არ არის. კეთილი და ბოროტი ტყუილი. ასე რომ შეგიძლიათ სურპრიზებიც გაუკეთოთ ადამიანს და ტყუილიც არ თქვათ. და ასეთი რაღაცები შეიძლება სახალისოც არის, და ამაში ბოროტება არ არის. მე ფიქრობ, რომ ცხოვრება სახალისო და სასიამოვნო უნდა გავხადოთ და ასევე საიდუმლოების შენახვა ეს ძალიან კარგი რამე არის. გახსოვთ, როდესაც მარკოზის სახარება ჩვენ სწავლობდით, ჩვენი უფალი ამბობდა, რომ არსებობს საიდუმლოები, რომელიც გარკვეულ დრომდე არ იქნება ცნობილი. გახსოვთ ეს და ისინი მერე გამჟღავდება. ჩვენი უფალი ამას ხვდება, რომ არსებობს საიდუმლოები, რომლებიც თქვენ უნდა შეინახოთ. და ისინი უბრალოდ ცხოვრების ნაწილია. ზოგჯერ ცხოვრების სიხარულისა და გართობის ნაწილიც. და ზოგჯერ მათი შენახვა ძალიან საჭიროა, რადგან მათ შეუძლიათ ასევე ზიანის მიყენებაც. ასე რომ ყველაფრის თქმა არ არის საჭირო. ფიქრობ, არსებობს პატიოსნების ის დონე, რომელსაც შეუძლია ადამიანებს ავნოს, რაც ზედმეტია მათი მოსასმენად. იცით, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ სათნოება უბრალოდ ხალხის წინაშე მისვლა და ყველაფრის თქმა, რასაც ისინი ფიქრობენ. თუნდაც ეს ცოდვებს შეეხებოდეს, არ არის საჭირო თქვენს ცოდვებზე და წარსულზე ყველასთან ყველაფრის საუბარი და თქმა. მე ფიქრობ, რომ უჯობესია შეიკავოთ თავი და იყოთ თავაზიანი. ყველაფრის თქმა ყოველთვის არ არის საჭირო. კარგით? გმადლობთ, კარგი კითხვისათვის.